მოგესალმებით, მე საბა ვარ და დღეს ლომის თაზე მივდივართ. 2 იანვარია, ბედობა დღე არის და ლაშქრობა უნდა დავიბედოთ. მოკლედ. ესე იგი ჩავლაგდით უკვე, საწავი ჩავასხით და დავიძარით უკვე ბორჯომისკენ. სულ 12 მივდივართ, 3-ს გზაში ჩავუსვამთ. ამინდი ჯერჯერობით კარგია, რასაც უყურებთ. ამდე -17 ეწერა და დაიწია -16. ჩვენთვის უარესი, იმიტომ რაც დიდი ყინვა იქნება, მით უკეთეს. ესე იგი რაღაც ნაწილი კოტეჯში დაიძინეთ, ჩიტაფების შესაფერთან დავრჩებით. 4 რჩება კოტეჯში, დანარჩენები კარვებში, 4 დანარჩენები კარვებში ძილს გამოწდეს. რამდენს გიძინიათ? -15-ში. კარვში არასდროს. არასდროს. და მეტეოზე დავრჩები. ეხა მეტეოზე და ხუმელთან არის. ნუ ჩიტახევის თავშესაფართან დარჩენა, იმიტომ გადავწყვეტეთ, რომ მაინც რადგან გამოცდილება არ ქონია ტელეფონში ძილის და თან დიდად აკრულებაც ხელს არ გვიწყობს. ამიტომ უფრო უსაფრთხო ვარიანტი ავირჩიეთ, რომ ნუ მოკლედ ვინმეს თუ ძალიან შეცდება, შევა თავშესაფარში. Ila dexla Sadece bovayla şostahavedi Raikne vaše smahloblad mecvipo Šen se zošiga darguli tevipo Raikne vaše smahloblad mecvipo დღეს მე მგონი, დღეს არა ხვალ, ჩემს ახალ ხილმოერებს გავტესტავ. ნახოთ. წესით ლომის თაზე გაუყვალავი იქნება და უნდა დაგვეხმაროს ყვალვაში. მაჩვენებელ აბრასთან გავაჩერე მანქანა. დანარჩენი სედანები ცოტა უკან გაჩერდნენ. გადავინაწილეთ უკვე აღჭურვილობა და დავიწყეთ მოძრაობა. ეხლა არის პირველს უკლია 7 წუთი, ნუ 10-8 და დაახლოებით მაგ დროისთვის დავიწყეთ მოძრაობა. აი, რეინჯერების თავშესაფართანაც მოვედით. რადგანაც დღეს 2 იანვარია და ვიზიტორთა ცენტრი არ მუშაობს, რეინჯერმა გაგვაჩერა და ყველას პირადობას გადაუღო ფოტო. ჩვეულებრივ ჯგუფის გიდის პირადობაც საკმარისია, მაგრამ ამ შემთხვევაში ესე იყო საჭირო. ჩვენ ხვალ რო ჩამოვალთ, შემდეგ მივალთ ვიზიტორთა ცენტრში
და გადავიხდით კოტეჯში დარჩენის საფასურს, 4 ადგილი გვაქვს დაჯავშნილი. კოტეჯი სულ 12 კაციანია, როგორც მითხრეს. და როდესაც გაივსება, ან 12 კაცის შემდეგ უკვე ყოველი კაცი 5 ლარია, ანუ საკარგვის ფასი ხდის ყოველი შემდეგი ადამიანი. ნახეთ რა სილამაზეა. ესე იგი ხვალ დილას დავიძრებით ლომისთისკენ. თავშესაფრიდან დაახლოებით 6 კილომეტრი არის. ავთ ლომისთაზე. იქიდან უკვე დავიშვებით მანქანებისკენ. ხვალ გვექნება გასავლელი 22 კილომეტრი დაახლოებით. ჩანთები უმეტესწილად ჯგუფის უმეტეს ნაწილს მძიმე წონით კატეგორიაში გაზდის. ამას ვის ხედავ, ვის? სათახარ ბიჭო. რა გინდა აქა? არ უნდა გეთქვა რომ მოდიოდი? არა, ზემოთ არ მოვდივარ. არა. გამიჩე. სულ გაგადიით. რატოი? სათახარ. და თეცეცხლი ბიჭო. ჩაქურა ძმაო, დანამტკინა ჩანდა მოხდი. ზოგილო. გილოცო ყველა გაოს და ეს არის მრავალ ხალხო. გილოცავ ახალ წელს. აუ მეცა კანფეტი აღარა მაქვს შენთვის. რავაჩი. ეს როგორ დაგემართლა? მოიცადე. არ წამ, მაგრამ გამოგარჩევ. აი, ხო, ხაფერ მიყვარს. ეს არ რავალს. ვა. წავედ ახლა შეხვედრა ერთი კიდე წინ გველოდება წავედ. გელოდებათ გოგო მოკვდა ლოდინი. წავედით თორე. გამარჯობა. რაშოვით, არ გადმოდიხართ აქეთ? ეს გზა დაგხვდებათ გატკეპნილი იმდენჯერ ავედით და ჩავედით. როგორ ხანათი? კარგად შევგო ხარ. კარგად. ხალხია. პირველი შესვენება, პატარა წახემსება. დილის მერე არაფერი გვიჭამია ხალხს. არა, გვიჭამია, მოვიტყვე. ესე იგი ახლა არის 2 უკლია 23 წუთი. დაღამებამდე არ მგონია ავიდეთ. ნახოთ. აგერიმ გადახურულთან აქვე გადასახვევი არის ლომისთისკენ. ლომისთის ყოფილი თავშესაფარი აქედან 10 კილომეტრშია და ნუ ალბათ სადღაც ეგრე 8-9 კილომეტრი მოუწევს ჩიტახევს რა. ეხლა იწყება ყველაზე დიდი აღმართი სერპანტინი და ამის მერე უკვე ძირთად ნენელა იწევს სიმაღლე რა. მაგრამ იქ მდინარე ჩამოდის და იმას. სამზარეულოსთან მადლობა. მე წყალი არ მაგბები. ხილიანია? Skittles. MMDC არის. ბიძაშვილი. სხვაობა. ჟელი გონიანი? გონია ჟელი. ეს არის ჟელეი არის შეიძლება. არ არის ასეთი. ამ ჟელი გონია შეიძლება. გასინჯა და მე რა ჟელი. ესე ყვითლებიც არის და მეტად გეუბნები. ყვითელი არ არის. 3 საათი გახდა. ქედზე ამოვედით უკვე სერპანტინი ამოვიარეთ. ახლა 15-20 წუთი შევისვენებთ. ცოტა საჭმელს შევჭამთ, ენერგიებს აღვიდგენთ და მერე დავიძრებით უკვე გავაგრძელებთ გზას. მზად? წავედით.
ძველ ტრაქტორთანაც მოვედით. დაიწიე. თამარა. მინდა აძრო. წკრივს რატო არღო? სტიკერს ვაძაბა. შეუმხედე ერთ წა. წკრივს რატო არღო? მე რებელა ვარ. სტიკერი მინდა აძრო. ყო ის სტიკერი რომ წაწას დავაკარებ. იცოდი? რა ცოტა. კილომეტრი 100 მეტრი. 1600 მეტრს ავწდით ახლა. და ნენელა უკვე იტყობს ბუნება, რომ სიმაღლეს წევთ და უფრო ლამაზდება. ეს არა ის ჩა. თოვლის საფარის სიღრმეც იმატებს იმაში და ხეების სიგრძეც იმატებს. დაახლოებით 200 მეტრი დაგვჭირდა ასაწევი თავშის საფრამდე. და ალბათ სადღაც 3 კილომეტრი. წყალი წინება უკვე. მეგობრებო, ეს არის მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ჰაუბიცა ზარბაზანი კი არა და ლულა. უიმე ძენა. სარას უმიზნებს მეტა. რა რამდენიანი მიდიოდა ამაში ხო არის? ეს არის 125 მმ-იანი. ესა ფუგასური? ამას ნაადრევად რო უხარიათ არისია? თოვლის საფარმა მოიმატა. იმასთან შედარებით, რაც აქამდე იყო დაახლოებით გაორმაგდა ალბათ. ჩავიცვით ხილმარები. პირველი ურთიერთობა თოვლთან. დავაგრძელებთ ეს მოძრაობას. ზოგადად ისედაც ხილმარით მოძრაობისას ფეხს ორმაგი დადვირთ აქვს. მაგრამ პლუსი ის არის ამ შემთხვევაში, რომ -2 კილოა ზურგზე. რაც შესამჩნევია. თან უკანა კაცისთვისაც წესით უფრო მარტივია. რადგან იტკეპნება თოვლი ზედაპირი თანაბარი ხდება და ფეხის ისე მაღლა აწევა, აღარ გიწევს, რომ კვალში ჩადგა. 6 საათია, სადღაც 1700 მეტრს მაღლა ვართ და აი როგორი სასწაულიც არის. ერთ მხარეს თვარე და იასამნისფერ ლურჯი ცა. მეორე მხარეს ჩასული მზე და ყვითელ ცისფერი ცა. აი ამიტომ მიყვარს ზამთარი და თოვლი. რვის ნახევარია და თავშესაფარშიც მოვიდი. ეხლა ესე ვტკეპნით თოვლს, რომ ყარის ზედაპირი შევქმნათ კარვის გასაშლელად. ფიქსირე რა. ნახე მოძაი. გუნდები? ეხა უკანისო, აბა, უნდა დავსვი.
მიდით ბიჭებო. ეხლა აგერ ცეცხლის დასანდებო ადგილსაც მოვკეპნი. შედარებით მოფარებულია და აქეთ არ უბერავს დიდად ქარი. კარვებისგანაც საკმარისად შორს არის რომ არ დაწვას ნაპერწკალმა და ასასვლელთანაც ახლოს არის რომ შორზე სიარული არ მოგიწევს. ცეცხლიც აგიზგის და კარვები გაშლილია. ეხლა ჭამა გადარჩა. შემოდი ხარ? ეს ერთი ოთახი. აქეთ მეორე ოთახი. აქეთ მესამე ოთახი. აქ მშვიდობა. ნახე მოშიებული ხალხი. მოშიებული ხალხი დააბი მოყურებული. დოს დავა დოს წყალს გავაკეთებთ. წყლისგან მერე ჩაი ყავას გავაკეთებთ. რამე მხიარული ენერგიული. აუ, ძალიან ბევრი მოთხოვნა. კაი, მარტო ენერგიული. რაც გახსენდება პირველი. პირველი ის მახსენდება, რასაც მთელი გზა უღერა. იმღერე. გისმენ. რა ვქნოთ? ბეკა, შენ რომ დამპირდი აკვებიო. რომელი? ეგ სახე. ო, მიდი, მაგაში მეცაყვები. დაიცა. არა გეყო ძალით რომ დაიბყარეს გული. მერე მთებს მიადგ. მიაპო? მე მიაპო? არ ვიცი. აბა მე ვიცი. მერე მთებს მიადგ ქრისტეფი წამშეკული. მე მიადეკ ვიცი სიმღერიდან მიადეკ. ხომი დემანდეთ. გამიშვი. მოდი ბეკუ. მე ყველა ნაბრალზე ეგმეტად მაშინებს. კლავ ხელი მომხვიე კლავ გადამარჩინე. Please. 2-8. კომფორტს მოყოლი ადამიანი, რა გინდა? როგორ არ გინდათ, კაცო? ქურდი რო შემოგივარდეთ, მიუძეგით. აქეთ ავახში, კაცო. აქ მიწება. იგი 12 დაიწყო უკვე, 12-ის 15 წუთია. დავწექით დასაძინებლად. მე და გიქსონა ვართ ჩემს კარავში. ჩვენს გვერდზე გოგოები არიან, თამარა და ანა. გლები ვართ გარე. ყველანი გლები ვართ. ხოდა ერთი პატარა ხრიკი. როცა ფეხებზე გცივად საძილეში, ეს საწვიმარი უნდა აიღოთ, შეკრათ და ამოასოთ საძილეს. ესეთი ფოლგად შეიძლება. და საკმაოდ საგზნობ ცხოვრებას იძლევა. ფეხსაცმელები შიგნით გვაქვს, რო არ გაიყინოს. ნუ ჩანთა შიგნით გვაქვს, რადგან კარავი დიდია და საშუალებას გვაძლევს სივრცე. ნუ მოკლედ გარეთ რკინის გარდა მეტი არაფერი გვაქვს დატოვებული. ეხლა ვეცდებით რომ დავიძინოთ, იმედია სიცივე დიდად არ შეგვაწუხებს, ხამით რამდენი? 17? 17-18 წელოდებით ხოლმე. მინუთ 18 გრადუსია გამოცხადებული და ნახოთ რა. ნახოთ. დილას მოგახსენებთ შთაბეჭდილებას. დამაჩეს გაიგეთ დილით. აბა დრო
სადღაც 8:10 წუთი ბოლო ჩაძინებიდან რო გაგვიგზა. მთელი ღამე ვწერიალებდით მე და იმიტომ რომ საძილე -8-იანი მაქვს. როგორც თქვი -15-ზე მეტი ტემპერატურა იყო. ზუსტად -15-ზე ნაკლები ტემპერატურა იყო მოსალოდნელი. და რასტანსაც ველი მქონდა ყველაფერი მეცოდა, ну ნორმალურად შიგადაში გვეძინა. გოგოებსაც ყოჩაღ იმათაც გაუძლეს არ შესულან შესაფარში. ეხლა სადღაც 8 საათი არის. ვისაუბრებთ და მე უკვე გავალთ ლომისთისკენ. კვერცხი ყინვაში ქვასავით რო ხდება და რო ვერჭა. ესე უნდა გაიგო. მოვიზადეთ, ჩავლაგდით 11 საათია. სათვალები გავიკეთეთ, რაც ზეში სიარულისას აუცილებელია. თოვლში როდესაც მოძრაობთ. და ეხლა გავდივართ. მგონი უკვე ვთქვი, რომ 11 საათია. წავედით ლომისთისკენ. აბა მზად? მზად. წავედით. Let's go. დღეს უმნაკლოცა არის და საოცარი ხედები. ლომისთის და ჭიტახევის თავშესაფრის გზაგასაყარზე დავალაგეთ ჩანთ. სუბუქა დავალთ ეხლა ლომისთაზე. აქეთ და გაუყალავია. ну დაახლოებით სადღაც 4-5 კილომეტრი გვაქვს გასავლელი. და ვარაუდობ რომ 4 საათი მაინც მინიმუმ დაგჭირდება რა ახლა ჩამოსვლაში. მაგრამ სამაგიეროდ ხედები ძალიან კარგი უნდა გქონდეს. ამით რაც შეეხება გუშინდელთან შედარებით ქარია, მაგრამ სამაგიეროდ ზეცანათებს და ეში რო ვიწეს სიარული გვათხოვს. ესეც ყოფილი ლომისთის ტურისტული თავშესაფარი. როგორც ჩანს, ახალს აშენებენ. ჩვენ ახლა ის დიდი აღმართი მოგასავლელი და მე შემოუვლის და აღოს ლომისთაზე. ბებო შუჩხელები. გამოიხეთ აბა. ანა. აღმართები და აღმართები. წესის ქოხი გამოჩნდა. ჩვენ წესით ესე აქედან უნდა მოსულიყავით ბილიკით. არა შორიდან მოუვარეთ. ეგრე გამოვიდა. ახლა ესე ავაჭრით. მე გავალთ ლომისთაზე. მოდი ჩუბი. ესეც ჩვენი ლომისთა.
ჩამოვედით სრული შემადგენლობით. Ярдри. Okay. მოდი ბერუაშვილი. ჩარტყი, ხელი. დაუჩქარეთ. ჩემი სამშობლოა. დაუჩქარე ჭანტურია. Let's go. კარგია. Რამე ადგილზე ვარ, განხელებია საქართველოს. შენ არ გაგდოდა შე. აკა მოგუძეს. ერთი. ორი. სამი. ოთხი. ხუთი. ექვსი. გადავედით მუშტებზე. ერთი, ორი, სამი, ოთხი. ფოტოსესიები მიმდინარეობს. ნუ ამუხრუჭე, წადი. გაზი მიერთი, გაზი ცოტა. ჯოხი ჩაარჭე. შეგი დაახლოებით 4 საათზე გამოვედით ნოუსტიდან. ჩამოვწდით ახლა წემსების ქოხს და მოკლე გზით ბრუნდებით უკან. რა გზითაც წესით უნდა ამოსულიყავით. იგი 7-20 წუთია და ახლა ჩამოვედით ჩანთებთან. ნოუსტიდან 4 საათზე გამოვედით. ესე იგი 3 საათი და 20 წუთი დაგჭირდა გზაში. GoPro მიჯდება. ვიდეოებს ვეღარ ვიღებ. რამდენიმე წამში ითიშება. ზოგადად ყინვაში -10 და დაბლა. მარტო შეცება არ არის პრობლემა. წყლის და საჭმლის გაყინვაც პრობლემაა და ყურადღება მისაქცევია. ზეგი ისე მანქანიდან მიწევს ვიდეოს დასრულება. დღეს კარგი დატვირთული დღე გამოგვივიდა. თავშესაფრიდან პირველ საათზე გავედით. ავედით ლომისთაზე, რომელი იყო ლომისთაზე რა? 4:30 იყო ლომისთაზე რო გავედით დაახლოებით 4 საათზე იქიდან დავიძარით და 10:30-ზე ჩამოვედით მანქანასთან. ესე იგი ჯამში გამოგვივიდა 22 კილომეტრი. და ფიქრობ შვენივრად ვიარეთ. პატარ-პატარა გაჭედოს თუ არ ჩავთვლით. ჯამში ზამთარში ძალიან კარგი მარშრუტია ეს ლომისთის ბილიკი. თავშესაფარში თუ რჩები, ხო კარგი, თუ არა და გამოცდილებისთვის კარავში დასაწინებლად აი -15, -17 აი კარგია გამოსაცდელად რა. ჩვეულებრივ არ ვიძახი ხოლმე ამას, მაგრამ ალბათ საჭიროა რომ თქვა უოჭველი უნდა თქვა, ხო. გამოიწერეთ ჩემი არხი და დალაიქეთ ვიდეო თუ მოგეწონათ. ეს არის. ეს ვიდეო ამით დასრულდა. მადლობა რომ უყურებთ ჩემს არხს და დროებით.